მოგესალმებით, აი დაგიბრუნდი და მამა ლუკას სუპატაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი და დიდი მადლობა მობზანებისათვის დაგვილოცეთ თუ შეიძლება. დაგვილოცოთ, მადლობა მეც. მამო, თუ შეიძლება მამო, აი რო გკითხოთ, რომ ადამიანმა როგორ უნდა დაიცვას დღევანდელი მძიმე მდგომარეობიდან თავი. აი სირთულეებისგან, რასაც კიდე რაღაც გამოწვევები 1000 პრობლემას გვიქმნის ბოროტი და აი ამას როგორ დაუსხლდეს და როგორ გადაიტანოს ეს ყველაფერი. აი მამაუს უსმენდი და აღთქმ ქვეყანაში უნდა დაუბრუნდეთ, მამასთან უნდა დაუბრუნდეთ. თორე 60-ში თუ არა ხარ, ნიშნავს რომ გითრევს უკვე ჯოჯოხეთი, გითრევს. არ უნდა ჩაათრევიო თავი უბრალოდ. 60-ის გარეთ ყველგან არის პრობლემა. ღმერთის გარეთ ყველგან არის პრობლემა. თუ ღმერთთან ერთად ახარ, როგორც დავითი ამბობს ფსალმონში, შთათუ ხდეთ ჯოჯოხეთად შენ მუნვე ხარ. ესე იგი ჯოჯოხეთშიც, როდესაც ჩავარდებიო, ანუ ისეთ გარემოში, რომელიც ჯოჯოხეთს გულისხმობს, იქაც შენ ხარო და ამიტომ მე არ მიჭირსო და ბუნებრივია რომ აი ეს უნდა გავაკეთოთ. ანუ 60 და ჯოჯოხეთი ეს არ არის ფიზიკური მდგომარეობა, ეს არის სულიერი მდგომარეობა. მე ანატომიურად, ბიოლოგიურად ცოცხალი ადამიანი ან 60-ში ვარ, ან ჯოჯოხეთში ვარ და სად ვარ? ეს ზუსტად უნდა ვიცოდე. თუ ღმერთთან არა ვარო, ნუ რა თქმა უნდა პრობლემებში ვარ. რა თქმა უნდა პრობლემებში ვარ. ხან მეტი, ხან ნაკლებ პრობლემებში, აი როგორც იონე ოქროპირი ამბობს, ზღვის ნაპირას რომ დადგეთ და ზღვას დააკვირდეთ, ზღვის ნაპირს ტალღები არასდროს არ გაჩერდება. ხან დიდი ტალღები იქნება, ხან მცირე ტალღები იქნება, მაგრამ ის რომ ტალღები არ იყოს, ასეთი რამე არ არსებობს. ეს ქვეყანაც ესეთია, არ არსებობს რომ განსაცდელები არ იყოს, არ არსებობს რომ პრობლემა არ იყოს. იმიტომ რომ როგორც ამბობს ერთი ფილოსოფოსი, ადამიანმა მოკლა ღმერთი და გადაწყვიტა უღმერთოდ ცხოვრება. და რა თქმა უნდა ეს ეშმაკის შთაგონებითაა და თუ ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ეშმაკს, უბრალოდ ცხოვრების წესები უნდა შევიცვალოთ. ანუ ეშმაკის გაკვალულზე არ უნდა მივდიოდეთ. სხვანაირები უნდა გავხდეთ და შენ პირად ცხოვრებაში დაგიდგება ოქროს ხანა. შეიძლება ერთსაც დაუდგეს ოქროს ხანა. ჩვენ გამოგვიცდია ეს, ამიტომ ჩვენ სხვანაირი გენეტიკა გვაქვს და უბრალოდ ჩვენ საუკეთესოს უნდა მივზდიოთ, საუკეთესოს და ამ საუკეთესო ჩვენს ვარიანტში, ქართულ ვარიანტში ყველაზე დიდი ყველაზე ოქროს ხანა გქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ ღმერთის ერთგულებით ვცხოვრობდით. ამიტომ აი ეს უნდა შევძლოთ ეხლაც, პიროვნულად და ეხლა უნდა შევძლოთ ერმაც. აი როგორ უნდა შევძლებთ, მამო? აი ესეთი ადამიანები ისევ როგორ დაუბრუნდებიან აი იმ ერთგულებას? არ არის რთული, არ არის რთული. აი რა თვისებებია, აი რა უნდა წამოწიოთ წინ, იმიტომ რომ იცით რატო ძალიან რთული რა არის. რთული არ არის გასაგებად, თორე ხა ჩვევების შეცვლა რა თქმა უნდა. ხო, აი ნახეთ მამო, შეიძლება იმ ადამიანს არ გაუჭირდეს 100,000 მოწამეში რო იყო, რომ ხვალვე მზად იყო ყველაფერი დაეტოვებინა სხვისათვის და წირო გმირს ხედავდა, იმას მიყვებოდა, მაგრამ დღევანდელი ადამიანი არის გაჟღენთილი წოდებით, ზიზღით, ძალიან მოიცვა ეგოიზმმა, პიროვნულმა რაღაცა და ამ შემთხვევაში მამო ჩაკეტილი არის, ისე ძალიან ძნელი არის, რომ აი რაღაც ღმერთსაც კი ვერ ეხსნება ადამიანი. თუ დააკვირდეთ, ეხა ახსარებაზე მოვა და მე მოდის, რომ რაც ვერ გითხარით, მაპატიეთ ან რაღაცა, ხო? არის ეს მომენტი, იმიტომ რომ ღმერთსაც ვერ ეხსნება ადამიანი. არის ეს მომენტი და ძალიან რთული არის, ხო? ასეთ ყველგან საქმეს ურჩევ ფაქტიურად, ზეცასაც, იმასაც, სადღაც თავს სიმართლებ და აი ეს ადამიანი ძალიან რთული არის, რომ ისე მობრუნდეს ღვთისაკენ, ხო? აი ამ თვისებების მქონე ადამიანი. თუ შეიძლება მოვი როგორ უნდა იმას ქნას რა ქვია, როგორი იქნება, აი რაღაცა დარტყმები არის ხოლმე ხანდახან რომ აი ღვთიური ხდები. ოღონდ ეს არის საშინელი დარტყმები რა, ვიღაცა გარდაგეცვლება რაღაცა და აი ამ ტრაგედიებმა უკვე დაღალა ადამიანიც მამაო, ხო ხდებით? ეს ტრაგედიებიც ხო იმიტომ არის შენ ღვთისკენ მობრუნდე, ხო? კი, რა თქმა უნდა, ტრაგედიები არის ჩვენი შეცდომების შედეგი.
შეიძლება ჩემი პრობლემა სხვისმა შეცდომამ გამოიწვიოს, შეიძლება ჩემმა შეცდომამ სხვისი პრობლემა გამოიწვიოს. აი როგორც ეს მანქანას რო ატარებს ადამიანი, ყველა მძღოლი ფხიზელი უნდა იყოს, თორე ნებისმიერი მძღოლის შეცდომა გამოიწვევს არა მარტო მის პრობლემას, არამედ სხვის პრობლემასაც და ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ქუჩაში რო გავიდეს და მოძრაობდეს 100 მანქანა და 100-ვე რო შეცდომას უშვებდეს, იქ ხო შანსი არ არის სიმშვიდის და ასე შემდგომ. და იგივე ხდება ახლა სულიერ ცხოვრებაში ადამიანთა შორის ურთიერთობებში და ასე შემდგომ და რა თქმა უნდა ღმერთი უნდა მოიძიოს ადამიანმა და თუ რა რითი უნდა დაიწყოს ეს არის ცნებათა დაცვა. უბრალოდ ადამიანი უნდა გადაწყვიტოს ცნების დაცვა და გახდეს ერთგული ღვთისა. ეს გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს ადამიანმა. მიუხედავად იმისა რა ხდება შენს ირგვლივ მიუხედავად ამისა უნდა მიიღო გადაწყვეტილება ცნებათა დაცვის, ღმერთთან ურთიერთობის, ლოცვის, ანუ ღმერთთან საიდუმლო კავშირის და შენ თვითონ უნდა იყო კავშირში ღმერთთან. ამისთვის ყველაფერი აქვს ღმერთს მოცემული ჩვენთვის, გონებაც, სულიც, გულიც და განსაკუთრებით სინდისი, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვმართავს წელში და ყოველთვის ესე იგი გვისწორებს ცხოვრებას. თუ შეცდომა მოგვდის სინდისი, აი როგორც სარკეში ისე ჩაგვახედებს ჩვენ გწავს თუ სიტუაციას და თუ სწორნაბიჯებს დგამთ, მაშინ სინდისი გვაქებს და გვახარებს და კადნიერება გვაქვს ჩვენს თავში, ანუ გაბედულება ღმერთის წინაშე, რომ მადლობა ღმერთო, რომ მე ეს შემაძლებინე, მადლობა ღმერთო, რომ ეს ცუდი თვისება მომაშლევინე და ასე შემდგომ. ასე რომ როგორც ახლა ფიზიკურ ცხოვრებაში ადამიანი ნაგავს არეგუება და უსუფთავობას და ჰიგიენურ წესებს იცავს, იგივენაირი გულმოდგინება უნდა გამოიჩინოს სულიერი თვალსაზრისით და ეს რა თქმა უნდა აუცილებლად სიკეთესთან მიგვიყვანს, აუცილებლად. თორე თუ მაგალითად ქუჩაში მძღოლებმა წესები არ დაიცვეს, პრობლემები სახში ვერავინ ვერ ვიმშვიდობით. გარანტია არ გექნება რომ მშვიდობით ვიყარ, რაც არ უნდა ფრთხილად იარო, იმიტომ რომ თუ ყველა წესებს არ ღვევს, მაშინ შენ სადღაც გაგაჩერებს, სადღაც ჩიხი დაგხვდება, სადღაც პრობლემა დაგხვდება. ამიტომ უბრალოდ ჩვენ ადამიანებმა უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რაც არის სამოთხე. რაც ღმერთმა მოგვცა, ღმერთმა შექმნა, ყველაფერი შექმნა და ჩაგვაბარა ჩვენ. და გვითხრა და მოგვცა კურთხევა. ინაყოფიერეთ, გაუფრთხილდით ამას ყოველივეს და სიკეთე და სიხარული თქვენ ხელშია. მაგრამ თუ ადამიანი შეცდომას დაუშვებს, მერე სურვილი აქვს, რომ ეს ღმერთმა ასწოროს და ეს სხვათა შორის არის ქრისტიანებში ესეთი არასწორი დამოკიდებულება და ეს არ შეიძლება. ესე იგი, ადამიანმა შეიძლება შეცდომები უშვას და ღმერთს ეუბნება, რომ შენ გამისწორე და ლოცვის არსად ეს მიაჩნია, რომ ესე იგი მე შეცდომები მომივიდა მაპატიე, მაგრამ მოდი შენ გამოასწორე. და ასე არ გამოსწორდება. შენ თვითონ უნდა იყო მოქმედი, შენ თვითონ უნდა იყო მოქმედი. ღმერთი რა თქმა უნდა ენერგიით, მადლით და სიკეთით გავსებს და უბრალოდ ასეთნაირად უნდა დავალაგოთ სიტუაცია. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ღმერთს ვთხოვოთ არა ის რომ მან ჩვენი არეული დაალაგოს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ რომ ჩვენ ცუდი თვისებები მოგვაშორებინოს. და უფალი წყო ამბობს ამას, რომ ოდენ ლოცვითა და მარხვით განიდევნება ბოროტი ძალა ადამიანისგან. თუ არა და ადამიანი მუდმივად წვალებაში იქნება და არის კიდეც ადამიანი უღმერთოდ წვალებაში. ერთხელ ერთი მოძღვარი როგორც ამბობდა, არის განსაცდელები ვიღაცას, თქვათ, ფიზიკურად უჭირს, ვიღაცას დაავადება აქვს, ვიღაცას მატერიალური პრობლემა აქვს, ვიღაცას რა პრობლემა აქვს, ვიღაცას რა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა აქვს იმას, ვისაც საერთოდ არ აქვს პრობლემა და პირიქით მატერიალურად დიდად მოწყობილი ცხოვრება აქვს. ეს ყველაზე საშიში მდგომარეობაა. იმიტომ რომ ეს ადამიანი ფლობს უმაღლეს ფიზიკურ თავისუფლებას. და იმდენად შეიძლება ფლობდეს აი ამ თავისუფლებას, რომ ღმერთი საჭიროთაც არ ჩათვალოს და თავისი თავი ჩათვალოს ღმერთად, იმიტომ რომ იქ შეუძლია რომ ვიღაცა გაჭირვებულს გადაუგდოს
ლუკმა შეუძლია რაღაცა სიკეთე გააკეთოს, შეუძლია ტაძარი ააშენოს საერთოდ მე ხალხიც ხო ხელს გიწყოს და პრობლემა არის ის, რომ შეიძლება თვითონ დარჩეს უღმერთო მდგომარეობაში. ამიტომ წმინდანები ამბობენ, რომ გაჭირვებაზე უფრო დიდი პრობლემა, ეს განსაცდელებზე დიდი პრობლემა, ეს არის, როდესაც განსაცდელები არ აქვს. და შეიძლება ისე მოეშვა, რომ საერთოდ რა საჭიროა ღმერთი ვერ მიხვდე. იმიტომ რომ შენ თვითონ ხარ ღმერთი, იმიტომ რომ მატერიალური კეთილდღეობის მქონე ადამიანი ყველა მიცის, რომ რაღაცა ისეთია მიზიდულობის მქონეა, რაღაცა ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს, რაღაცებს ბევრ ამას წყვეტავს და შეუძლია გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, შეუძლია ბევრი სიკეთე აკეთოს, შეიძლება ბევრი თავისთვის თვითონ როგონია ისეთი სიკეთეები აკეთოს, ან შეიძლება არც აკეთოს, არც არავინ ვერავინ ვერ დააძალებს. ამიტომ განსაცდელზე უფრო დიდი პრობლემა აი ის არის, როდესაც განსაცდელი არ აქვს. მაგრამ ერთი რამით კი გამოირჩევა ყველაფერი. თუ ხარ უღმერთოდ დარჩენილი, ეს არის უკვე დიდი პრობლემა. აი პავლე მოციქული როგორ ამბობს, რომ კეთილ საქმეებსა და ზიარებასო ნუ დაივიწყებთო. ეს არ უნდა დაივიწყოს ადამიანმა. კეთილი საქმეების კეთება, რა თქმა უნდა, უანგაროდ კეთილი საქმეების კეთება, როდესაც მარჯვენა მარიცის მარცხენა რას აკეთებს და როდესაც აი ქართულად როა მადლი ქენიო და ქვაზე დადეო. და აი ესეთი სიკეთის კეთება არ უნდა დაივიწყოს ადამიანმა და ზიარება. ოღონდ ნამდვილი ზიარება, ოღონდ პიროვნული ზიარება ღმერთთან. იმიტომ რომ მე თუ ღმერთს არ ვეზიარე, მე მოტყუებული ვარ. დიახ. მატყუებს ეშმაკი, მაშინ ეშმაკს ვეზიარები. ან ღმერთის მეგობარი უნდა გავხდე, ან ეშმაკის მეგობარი და ამა ქვეყანას უფრო დიდი საცტური აქვს, რომ ეშმაკის მეგობარი გახდე და ამაზე ბევრი არ ამბობს უარს სხვათა შორის. მაგრამ თუ გადაწყვიტავ ვიწრო გზით სიარულს, ანუ ღმერთის ერთგულებას, ეს არის აი ეკლიანი გზა და შეიძლება მარტო აღმოჩნდე მძიმე ჯვართან ერთად. მაგრამ ღვთისმოყვარენი ამას ირჩევენ. ჩვენიერი ზოგადად ასეთია, აი ჩვენი წინაპარი ესეთია, რომ ამას ირჩევდა ყოველთვის, არ ეშინოდა ვიწრო გზის. არ ეშინოდა, აი ამ ვიწრო გზამ ჩვენ წარმოიდგინეთ რა დღეში ჩაგვაგდო საუკუნეების მანძილზე. ქრისტიანობაზე უარს არ ვამბობდით და ოდესღაც დიდი ერი 12 მილიონზე მეტი ვიყავით ივანე ჯავახიშვილის ანგარიშით და ეს ძალიან საინტერესოა როგორ ანგარიშობს 12 მილიონზე მეტი ვიყავით. ოღონდ ნამდვილად და სადღაც მე-19 საუკუნის დასაწყისში უკვე 300,000-400,000 ვიყავით დარჩენილი. და წარმოიდგინე რომ ჩვენ მე 5 მილიონი კიდე ვერ ვემსხვერპლეთ აი ქრისტიანობის დაცვას, იმიტომ რომ ვიყავით არაქრისტიანულ ოკეანეში, უბრალოდ ოკეანეში ვიყავით და ყველა მხრიდან გქონდა ესე იგი სამკვდრო სასიცოცხლო შემოტევა. და წარმოიდგინეთ ამ დროს გადარჩენაც კი დიდი საქმეა, მაგრამ თუ ესე იგი გადარჩენა არ გადარჩენაზე მივიდოდა საქმე, ქართველი უფრო არ გადარჩებოდა, ვიდრე ქრისტიანობას დათმობდა და ეს ძალიან დიდი ღირსებაა და ეს ოდესღაც დიდი ერი მერე დავპატარავდით. აი ოქროს ხანაში ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის ვიყავით. ისტორიკოსები ამასაც ამბობენ, რომ მე-11-მე-13 საუკუნეში რუსეთი იყო 5,5 მილიონი, საფრანგეთი 3,5 მილიონი და ჩვენ 12-ზე მეტი ვიყავით. წარმოიდგინეთ, მონღოლები ჩვენზე მეტი კი არ იყვნენ, რომლებმაც ლამის მთელი სოფლიო დაიპყრეს. მაგრამ იმათ სხვანაირი სამხედრო წყობა ჰქონდათ, სხვანაირი დისციპლინა ჰქონდათ. აი ჩვენ რაღაცა გამოგვრჩა, რაღაცა ვერ შევძელით და რაც ვერ შევძელით, ეს ჟამთა აღწერელმა თქვა. დაივიწყესო ქართველებმა ღმერთის სიყვარულიო და ამ ქვეყნიურ შვებას-სიამეს მისცესო თავიო. და შეიძლება ითქვას, რომ ეხლაც იგივე სიტუაციაში ვართ. ამიტომ ოქროს ხანა არ დაგვიდგება თუ ის არ გავასწორეთ. თუ ღმერთი დავიწყებულ მდგომარეობაში გვეყოლება, პატიოსნება, სინდისი დავიწყებული გვექნება და ამ ქვეყნიური შვებას-სიამე მიჩნეული გვექნება, რომ ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, რა თქმა უნდა, ოქროს ხანა კი არ დადგება. ოქროს ხანაში რომ იყო, დეგრადირდები, დაეცემი და ინგრევი.
რაც დაგვემართა ჩვენ 800 წლის წინ დაახლოებით, მაგრამ ჩვენ აი შენ წამსვე დადგები ფეხზე. თუ ღმერთის ერთგულება შენი პირველი ნომერი მიზანი გახდება და თუ შენ, ესე იგი, ამ ქვეყნიურ შვებასიამეს კი არა, რაღაც აი ღმერთის ერთგულებას, ღმერთთან მეგობრობას პირველ ადგილას დააყენებ, შენ უკვე ოქროს ხანას დააყენებ, იმიტომ რომ მოგშორდება ეს ცუდი თვისებები და ეს ცუდი თვისებებიც უთვალავია, მაგრამ არ არის უსასრულო. და ადრე თუ გვიან დაგიმთავრდება ეს ცუდი თვისებები. და წარმოიდგინეთ როგორი ბედნიერებაა, როდესაც მაგალითად კბილი არ გტკივა, თითი არ გტკივა, თავი არ გტკივა, ყური არ გტკივა, ცხვირი არ გტკივა, რა ვიცი, გული არ გტკივა, ღვიძლი არ გტკივა. ანუ დაახლოებით ამას გავს სულიერი ცოდვილი მდგომარეობა. როდესაც ყველაფერი გაწუხებს ერთად, კბილიც, თავიც, ჭხილიც, გულიც, მოდელიც, ცხვირიც. ანუ ყველაფერი ერთად რო არის და წარმოიდგინე ასე ცხოვრება ხო არ შეიძლება, მაგრამ თუ შენ ლოგიკურად ფიზიკურად დაიწყებ, თქვათ, იმ კბილის განკურნებას, ფრჩხილის განკურნებას, გულის განკურნებას, რაღაცა დრო დადგება, როდესაც შენ ჯამრთელი იქნები. და ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ ვცდილობთ მუდმივად ჯამრთელი ვიყოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მანქანა მუდმივად მოწესრიგებული იყოს. თორე ახლა სამი საბურავით ვერ ჩახვალ მაგალითად დასავლეთ საქართველოში. ყველაფერი მოწესრიგებულად უნდა გქონდეს და აი სულიერად იგივე უნდა გავაკეთოთ. ნებისმიერი ამ მცირესი ცოდვათაგანიც უნდა მოვიშოროთ, იმიტომ რომ ის არის ჩვენი მტერი. არა ეშმაკია ჩვენი მტერი. ეშმაკი პრობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველი ქართული რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, შენი თავით. არა ჯოჯოხეთური მსჯელობებით და დემონთა, ასე ვთქვათ, კრებებით დაეცემი შენ ცოდვით, არამედ შენი, ესე იგი, არასწორი გადაწყვეტილებებით. იაკობ მოციქული პირდაპირ ამბობს, ნუ შეცდებითო ძმანო, განსაცდელიო არ მოდისო გარედანო. ეს არისო თქვენი შეცდომის შედეგიო, უშვებ შეცდომას მოდის პრობლემა. უშვებ შეცდომას მოდის პრობლემა და მე ემსგავსები ადამიანს, რომელიც თქვი ფიზიკურად შეიძლება თვალიც გტკიოდგეს, ფეხიც, ხელიც, გულიც, ღვიძლიც, კბილიც, ყველაფერი და ეს არაა ცხოვრება, ეს არის ტანჯვა. ამას შეიძლება დავარქვათ ჯოჯოხეთი. ეხლა შეიძლება ფიზიკურად ჯამრთელად ვართ, მაგრამ სულს რო აწუხებს, გულს რო აწუხებს და ეს საშინელი მძიმე ცოდვები რო აქვს შეყრილი, ის საშინელ დეგრადირებას და ექსპლუატაციას უწევს ადამიანს და აბსოლუტურად შლის მას და ნუ აღარ არის მერე სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, უსჯულოებების გამრავლდებითო წინასწარმეტყველება არის ხო მოციქულის ბოლო ჟამსო უსჯულოებათა გამრავლებითო გახმებაო სიყვარული მრავალთაო ადამიანებიო გახმებიანო. ნუ აი მოციქულმა როგორ თქვა რა, საოცარი ნათქვამია. უსჯულოების გამრავლებით გახმება სიყვარული მრავალთა და თუ ჩვენ ვიცით ახლა თუ ადამიანს სიყვარულის უნარი დაკარგა, ის მერე კარგავს სიხარულის უნარს, ის მერე კარგავს მშვიდობის უნარს და იმ ადგილებს იჭერს მერე სხვა თვისებები. და ადამიანი, როდესაც შფოთშია, ადამიანი, როდესაც ნერვიულობს, ადამიანი, როდესაც შურითაა განწყობილი, ვერ ისვენებს და მერე მას სხვა მიაჩნია დამნაშავედ. თქვათ ეშმაკი მიაჩნია, თქვათ მასონები მიაჩნია დამნაშავედ. თქვათ მეზობელი მიაჩნია დამნაშავედ და ნუ ნებისმიერი ვინმე ოღონდ არა შენ საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში მომო როგორ უნდა იმას ვქოთ, ეხლა თუნდაც ეგენი იყვნენ დამნაშავენი, ხო, ჩვენ რო გავიზარდოთ, ხო, ჩვენ თავი უნდა დავადანაშაოთ. ეხლა მაგალითად, აი ნებისმიერ ამბავში, რო სიტყვაზე ვიღაცა მეზობელმა რო კარი შემოგიმტრია, ხო, შენ მიეცი ამის ნება, ხო, სიტყვაზე. არის ხოლმე ეს მომენტი, აი მაგალითად ხშირად ხდება ხოლმე პიროვნულად, აი ვიღაცამ დაგიშავა, მაგრამ შენამდე შენ მოუშვი. ხო შეიძლება არ მოგეშვა აქამდე, ან ის შეცდომა და შანეს შეცდომა რაღაცა. მე უკვე გვიანია ხოლმე, მაგრამ მიმღებლობაც აღარა გაქვს მამო ადამიანს. აი თქვენ რასაც ამბობთ, მე სხვას აბრალებ რა. და აი ამ პრობლემაში მამო, როგორ უნდა იმას ვქნათ, რა ქვია, ისე გავიზარდოთ, რომ ამ პრობლემამ შემდეგ უარესი პრობლემები არ დაგვმართოს, იმიტომ რომ ჩვენთან როგორ არის, იცით, ხო დავაშავებთ და იქვე შეიძლება რომ ერთი მიხვდე და იმას კი არ ხვდები. რომ დააშავე იმის გასასამართლებელს აბუცეძებ და უარეს ჯურღმულში ჩადის ადამიანი მე. აი ხშირად ყოფილა რომ აი გამართლების მიზნით ერთი ბოდიში ყოფნის. გამართლების მიზნით იმდენი დაუშავებია რომ ერთი მტერი რო ყავდა იმის მაგიროთ კიდე 10 შეუძენია.
ხო? თუ შეიძლება ხშირად აი ბევრს მოსულია, თან მამა უბრალო ხალხს არა. ძალიან ისეთ ხალხს მოსულია, რომ გამკვირვებია რა. თუ შეიძლება მამა პავლე მოციქული ესე ამბობს, რეცეპტივით გასცემს ამას, რომ მოუთმინოთ ერთმანეთს, რომ უფრო შენდობა უფრო დიდ შედეგს მოგცემს, ვიდრე შეტევა. ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში როგორია, რომ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს უკბინოს და მერე იმან უკბინოს, მერე ამან უკბინოს, მერე იმან უკბინოს და ასე პავლე მოციქული ამბობს, კბენა-კბენაშიო გალებთო თქვენს ცხოვრებასო და ესე იგი ცოდვებში მოკვდებითო. პრობლემებში მოკვდებითო. ხო არ შეიძლება რომ პრობლემებში იცხოვროს ადამიანმა და პრობლემებში მოკვდეს ადამიანი. ყველაზე დიდი პრობლემათა შორის ეს უღმერთობაა, მაგრამ უღმერთობა იწვევს საშინელ დიდ პრობლემებს. აი ასე კბენა-კბენებით შეიძლება იცხოვროს ადამიანმა თელ ცხოვრება და ავიცი ახლა მაგის მაგალითების მეტი რა გვაქვს ცხოვრებაში და მაგრამ შენ უნდა შეჩერდე. ერთი ფილოსოფოსი ამბობს, თუ ორი ადამიანი ჩხუბობსო ნიშნავს რომ ორივე უგუნური არისო. ერთ-ერთი მათგანი რომ ჭკვიანი იყოსო უკან დაიხევდაო და იმასაც ხო აქვს, მე მგონი ეზოპესა აქვს ხო იგავი. ორი თხარო შეხვდება ერთმანეთს ხიდზე და არც ერთი უკან რო არ იხევს და ეჯახებიან თხები რქებით ერთმანეთს და მე ორივე წყალში ცვივდება და ესე იგი აი ადამიანსაც აქვს თავისი რქები, ხო, ეს ფიგურალურად ვიცით ამის თქმა და ეს რქებით არ უნდა ეჯახებოდეს ვინმეს. ჯობია რომ უკან გაიწიო, გაატარო. აი მოციქული ამბობს რომ ბოროტება რო გეჯახებაო, გაატარეო. ნუ შეეჯახებიო ბოროტებას. ნუ ბოროტება ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცის სახით ადამიანი გამოვიდეს წყობიდან, თორე მართლა ეშმაკი კი არ მოქმედებს. ეშმაკი მოქმედებს ადამიანის საშუალებით. სუსტი ადამიანების საშუალებით. ხო, ნუ ვინც დაეთანხმება მას და ან ვინც გამოვა წყობიდან და აი შეიძლება დაუფიქრებლად გააკეთოს. ხო, არის ეგეთი შემთხვევა, რომ შეიძლება დაუფიქრებლად თქვას ისულელე, დაუფიქრებლად გააკეთო არასწორი სულა და აი ამ დროს არ უნდა მიახჩო ადამიანი, ან სხვამ არ უნდა მოგახჩოს შენ და ჯობია რომ ის მომენტი ორივემ ერთად გადავიტანოთ და მერე როდესაც გონს მოეგება ადამიანი, მერე სხვანაირად დაალაგებს ყველა. ხათაშორის აი კითხვა მომუძეს და ძალიან საინტერესო მართლა მაინტერესებს აი ადამიანები ყველასგან მაინტერესებს, ყველა თქვენზეც მექნება ნაკითხი, მაგრამ კიდე კითხავთ, რომ ვინც ძალიან უყვართ მამაო, ზუსტად იმას უნებენ ხოლმე ადამიანები. აი, ან ვისაც ძალიან უყვარ ხარ, იმას უნდა ატკინო გული რა და საერთოდ აი მაგალითად მშობელს ატკენენ გულს, ოჯახში ერთმანეთს შვილი გატკენ. ანუ ბევრი ვარიანტია, მაგრამ ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს, თუნდაც მეგობარია თუ ვინც არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში მამაო, რატო არის? აი, იცი როგორ არის? ერთი ხანახან ზოგს მეუნები ხოლმე რა, გათავისებული ყავთ, კაი, დიდი ადამიანები მაგალითად. კაი, ის დიდია შენთვის, როცა შენი მშობელია, ყველაზე დიდია, ხო? ჩათვალე, რომ შენ როგორც პატრიარქი, ისე უნდა გიყვავთ. და უბრალოდ შეიძლება იგივე ვარიანტში სხვას გაუფრთხილდე. კი, სხვა შორის ეს გავრცელებულია, რომ თქვათ აი სახლს გარეთ ისეთი კაი კაცია და სახლში ანგრევს ყველაფერს და ასე შემდგომ, მაგრამ ეს ფსიქოლოგებს აქვს ძალიან შესწავლილი და ძალიან მაგარი სწავლება, ასე ვთქვათ და აი ზუსტი 100%. ხო, თუ იტყვის. ესე იგი ადამიანი ზოგადად უცხო გარემოში სახლს გარეთ ძალიან კარგი გაგებით ნიღაბს ატარებს. თორე ახლა მაგალითად ქუჩაში რამე რო არ მოგეწონება, ეგრევე ჩხუბს ხო არ დაიწყებ და ასე იქ მოითმინე, იქ რაღაცაზე რეაგირება არ გააკეთე და ითმენ, მაგრამ როდესაც მოხვდები მშობლიურ გარემოში, იმ გარემოში, სადაც შენ ნიღბის ტარება არ გჭირდება, კაი გაგებით ნიღბის ტარება, ცუდი გაგებით ნიღბის ტარება თაღლითია და მანიპულატორი და ვამპირი ტიპები და ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ კაი გაგებითაც ხო უნდა ატაროს ადამიანმა ნიღაბი, აი თავშეკავებული უნდა იყოს, შეჭამისეს გარეთ ვერ შეჭამს. ხო, ღირსეულად გამოიყურებოდეს, სუფთად უნდა ეცვას, რომ სასიამოვნო იყოს შესახედად და თმები დავარცხნილი ასე ხო არ უნდა. აი რაღაც ასე აკეთებს ადამიანი და ეს კარგია და ეს ესე უნდა იყოს. მაგრამ როდესაც შედის მშობლიურ გარემოში და ყველაზე ახლობელი ადამიანები, ვინც არის, აი ეს ფსიქოლოგიურად მისთვის ყველაზე ახლობელი ვინც არის, თქვათ დედა, თქვათ მეუღლე, ან შეიძლება მამა, ან შეიძლება ბები, აი
იმაზე ამოანთხევს მე მთელი დღის ნაგროვებ, ესე იგი, რაც აგროვა. ხო, აი პატარა მიზეზი ჭირდება და რომ წარმოვიდგინოთ, სახლში რო შედის, ადამიანი ამოისუნთქავს შვებით და მერე უკვე თავს აღარ იკავებს არაფრისგან და შეიძლება არაფრის გამო იჩხუბოს. მაგრამ ის იმას კი არ ეჩხუბება ახლობელ ადამიანს კონკრეტულად, არამედ უბრალოდ აი ის ნეგატივი, ის დღის მანძილზე დაგროვებული შხამი ამოდის. და ებრძვის ამ ადამიანს და მე ბევრი ყოფილა ჩვენს მრევლში ესეთი შემთხვევა და მეუღლეებს, დედებს ვეუბნები, რომ უნდა ეხლა გიხაროდეს მეთქი, რომ გეჩხუბება და გაგინებს, ამას არ გეუბნები, მაგრამ თურმე მისთვის შენ ყველაზე ახლობელი ყოფილ ხარ მეთქი. თუ თვლი რომ უმიზეზოდ გეჩხუბება თქო. და ესე იგი მარტო ეხლა ვთქვათ ადამიანმა რაღაცა შხამი დააგროვა სახლის გარეთ, ხო? სახლში რომ მოვა ეს ერთადერთი მეთოდი კი არაა, რომ შენ ესე იგი ვიღაცა ახლობელს თავს დაესხა, გაამწარო და ისე შემდგომ. შენ თვითონაც უნდა დაგეგმო, როდესაც შედიხარ შენ ახლობლებთან გარემოცვაში, ვთქვათ მეგობრებთან, შენ ნიღაბს აღარ ატარებ, მოეშვები და რომ მოეშვები შეიძლება სისულელე თქვა ის თუ. ამიტომ მშობლიურ გარემოში რო შედიხარ, ისიც თერაპიაა, იკურნები იქ და შენ შეიძლება, შხამის დოზას გააჩნია რა შხამი მიიღება. შეიძლება განიმუხტო 15 წუთში, 20 წუთში, ნახევარ საათში, საათ ნახევარში. მე ამას დავკვირვები ვარ და მე პირადად მქონია ეს. იმიტომ რომ მე მაგალითად მეუღლის მიმართ ვიჩენდი ხოლმე ამას და ვერ ხვდებოდი, მინდა რომ სახლში მოვიდე, გავახარო მეუღლე, მოვდივარ ამ განწყობით და უცებ შეიძლება ესე იგი რაღაცაზე ავშარდე რო იტყვიან და მე დაკვირვება, სტუდენტი ვიყავი მაშინ, როცა ეს ხდებოდა, ამას შევეჩეხე და მე დავიწყე დაკვირვება, რატოა ეს და მე ვეუბნები ირინეს, რომ სახლში რომ მოვალ აი რაც არ უნდა ვთქვა, პასუხი არ მაცალე. როგორც კი გავიღიმებ, ნიშნავს რომ ეს შხამი განეიტრალებულია. ესე იგი, შენს მშობლიურ გარემოში რო შედიხარ, ის გკურნავს. ესე იგი, სახლი ძველი ქართული სიტყვაა და სვანურად იმატება სახლი. ლი არის მარადიულობის განსაზღვრელი და სახიერი და ლი მარადიული. ესე იგი სიკეთეში მყოფობა, სახლი არის სიკეთეში მყოფობა. იქ რო შედიხარ, თუ არ დაესხმები ახლობელს და ძალიან კარგია და თუ მოითმენ, პირველი 15 წუთი, 20 წუთი, ხო შეიძლება ვთქვათ იქ შეხვიდე სახლში, სამოსი შეიცვალო, თუ ძალიან მოწამლული ხარ და ძალიან გაღიზიანებული ხარ შემოსული, ვთქვათ, აი ძალიან მაგარია რომ შხაპი მიიღოს ადამიანმა და რაღაცა წყალმა განწმიდოს. ამაში გადის ეს დრო. მეუღლემ შეიძლება ვთქვათ, დედამ შეიძლება საკვები გაუმზადოს, სანამ აი ეს მომზადების პერიოდი გადის, ადამიანი განიმუხტება. მაგრამ თუ ესე იგი ადამიანმა არაცალა ამ შხამს გამოსვლა და ეს მომენტი არ ესმის, ის სახლში რო შევა, იქ მომენტალურად ცუდ ხასიათზე დადგება. მომენტალურად, იმიტომ რომ რასაც დღის მანძილზე ითმენდა, აი იქ ერთიანად მოაწყვება, რომ ეს ამოვიდეს და როგორც წესი ყველაზე ახლობელს ესხმიან თავს, მაგრამ იმ ახლობლებს ვეუბნები, რომ გეშინიათ, შენ თურმე იმას ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად ყვარები ხარ. რანაირადო მამაო ყოველდღე მეჩხუბება. მე უხსნი რომ რას ნიშნავს ეს. რომ აი ის არის მოწამლული, მოსული და შენი იმედი აქვს, რომ შენ მას ცუდს არ გაუკეთებ, რომ შენ იმედი აქვს, რომ შენ მას ცუდზე ცუდით არ უპასუხებ. აი ძალიან საინტერესო მომენტია ფსიქოლოგია. აუ, რა რაღაცა სამოთმამო. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ თავისი თავი მართოს. ეხლა საერთოდ საოცარ რაღაცებს ვსწავლობ, რომელიც უბრალოდ ვერ წარმომედგინა. ღმერთი ხო ქმნის ადამიანს და ადამიანი არის სასწაული, ღმერთის ხატია და მსგავსი, მაგრამ ფიზიკურად ხო ვართ საოცარი მანქანაა ადამიანი, საოცარი მანქანა და უხეშად რო ვთქვა. და თურმე ამ ჩვენს ტვინს ქონია 5 სიჩქარე. აი როგორც მანქანას აქვს, მექანიკურ მანქანას. ხო, და შენ უნდა იცოდე მძღოლმა,
ვთქვათ, როდესაც მეხუთე სიჩქარეა საჭირო, მეორეში არ უნდა გადართო, ან როცა პირველია საჭირო, მეხუთეშია, მეოთხეშია. ესე იგი, უნდა შეარჩიო ადეკვატურად სიტუაცია, როგორი სიჩქარით ატარო მანქანა და სიჩქარეს იმის მიხედვით აგდებ. და თურმე ტვინსაც აქვს ეს ფუნქციები, 5 სიჩქარე აქვს. მაშინ რა ქვია, ნეიროფიზიოლოგიაში ქვია ალფა, ბეტა, გამა, თეტა, ეს დელტა ტალღები. და შენ უნდა მართო შენი თავი. და ეს ძალიან საინტერესო თემაა. შენ უნდა მართო შენი ტვინი. იმიტომ რომ მაგალითად ტვინს აქვს თავისი სიჩქარე, მაგალითად, როდესაც შენ საქმე უნდა აკეთო, ენერგიულად. მაგრამ არის მე ალფა ტალღები, როდესაც შენ თქვათ სიმშვიდე უნდა დაიცვა და ირგვლივად სიმშვიდე შენ თვითონ უნდა იყო მშვიდე და სხვა. ამიტომ ეს ნეიროფიზიოლოგები გასწავლიან, როგორ უნდა გადააგდო ამ პირველ სიჩქარეში, რომ ალფა ტალღებზე იყო. მე ვთქვათ, თუ კითხვა გინდა რაღაცის და რაღაცა რო არიცი და იმას არის შესწავლა გინდა, სხვა სიჩქარეზე უნდა ამუშაო ტვინი. და წარმოგიდგენია რა დონე აქვს ადამიანს და ეს უნდა შეძლო შენ და როდესაც ვთქვათ იწამლები აი შენს ორგანიზმში ყველაფერი ირევა და მანქანის ესე იგი ეგრეთ წოდებული ხადავიგების ენით რო ვთქვა ჩაგეშლება ეს სიჩქარეების კარობკა და აღარ შეგიძლია რომ მართო შენი თავი რომელ სიჩქარეში გადააგდო სად გადააგდო და ეს შხამი ანგრევს ყველაფერს, რომ არა ღმერთი, რომ არა ღვთისწყალობა, რომ არა ღმერთის შემწეობა, რომ არა შენი ახლობლის შემწეობა, შენ ამ დროს ხარ აი აფეთქებული ყუმბარა. შენ შეიძლება დაამთავრო სიცოცხლე, იმდენად დამანგრეველი პროცესები მიმდინარეობს შენში, მაგრამ ღმერთია მოწყალე და შენ მაინც ახერხებს ღმერთი, რომ შენ მაინც მე ღამე დაიძინებ და ამშვიდდები, იქ ახლა რო ამოვა ეს შხამი, მე შვიდდები, მე ფიქრობ რა მაჩხუბებ და კაცო გიჟი ვარ, გადარეული ვარ, რა ვარ, მაგრამ ანალიზი უნდა ვისწავლოთ ჩვენი თავის და რაც ყველაზე მაგარია, აი მანქანის მართვა. მე 6 წლიდან მანქანას მართავდი. ბიძა ჩემი მასწავლიდა სოფელში მუთაქაზე შემომაჯენდა ხოლმე და ისე მიყვარდა ეს. მანქანა მიყვარს ზოგადად და რო უყურებ ეს მექანიკური პროცესები ძალიან ახლოსაა ჩვენს ფიზიკურ სხეულთან. და ეს ძალიან გამიხარდა რომ თურმე ტვინს გონია 5 სიჩქარე და ყოველთვის უნდა იცოდე რომელ სიჩქარეში უნდა ჩააგდო ეს მანქანა შენია რომ შვიდად შენია რომ წარმატებულად შენია რომ ბედნიერად გახარებულად იმიტომ რომ მიმინოში როა შენ თუ გიხარია მე შენს ირგვლივ სხვასაც ახარებ და სხვასაც სიკეთეს მოუტან რა თქმა უნდა და უბრალოდ შენი ნერვული სისტემა იქნება დაცული, შენი დღეები იქნება დაცული, თორე როგორც ამბობს ერთი წმინდანი, დემონსო ადამიანის დღეების შემოკლება შეუძლიაო. თუ შენ რაღაცა არასწორი ქცევა გასწავლა, თუ შენ ვთქვათ, აი ნერვულ სისტემას ძაბავ, თუ შენ ერთი და იგივე ორმოში ვარდები ყოველთვის, თუ შენ ერთი და იგივე პრობლემებს უშვებ ყოველთვის და ანალიზს არ უკეთებ ამას, მე გიმოკლდება ცხოვრების დღეები. ან შეიძლება ადამიანი რაღაცა ერთ ცოდვას მიეჩვიოს და იმ ცოდვით იცხოვროს, თქვათ მიეჩვიოს თავში ჩაქუჩის ჩარტყმას და ყოველ დღე ირტყას თავში, ირტყას. რამდენი დღე უნდა გაჩერდე, რამდენი დღე უნდა გაუძლოს ორგანიზმმა ამდენ ნარკოტიკს, ამდენ ჭამას, ამდენ სმას, ამდენ რა ვიცი, არასწორ ცხოვრებას, ამდენ გვიან დაძინებას. თუ ადამიანი 12-ის მერე იძინებს ის და ანგრევს თავის სხეულს. მე მქონდა ეს და სტუდენტობის პერიოდში, სკოლის ბოლო კლასების პერიოდში და ეს საშინელება იყო და მე ახლა საერთოდ სხვანაირი რეჟიმი მაქვს 9-დანაც საათამდე. ისე ახლა მოხსლიათ ეგეთი რაღაცა. ეს დიდი ბედნიერება. რა რომ აი ეხა რომ მე ხო ვერცნობ შენ თავს და აი ფიქრობ რა დემონი მყავდა შემძრალი და აი სიტყვაზე ესე მოვეკეც ჩემს იმიტომ მამა ანტონი მოყვა თორმე დემონი კი არა არასწორ სიჩქარეში გაქვს ჩაგდებული ხო და მაინც ნუ ეშვათ შეგანენ და ერთ წმინდანს აქვს რომ რაღაცა მომენტში ადამიანი
ხდება თავის ეშმაკი. აი იონე კიბის აღწერილს აქვს ეს. და ეშმაკებსო არ უნდა დააბრალო, იმიტომ რომ შენი თავის ეშმაკი ხდებიო. ნუ ახლა მაგალითად მე თუ ვიცი რომ აი ახლა აი ასე რომ წავიდე, კარებში კი არ გავიდე, კედელს რომ დავეჯახო, ნუ მინიმუმ თავი მეტკინება. მაქსიმუმ შეგვიძლია თავი მოვიკლა, ისეთი ძალით დავეჯახო კედელს. მაგრამ ეს ხო ესე იგი დემონის ბრალი არ იქნება, ეს ჩემი ბრალია, რომ რაღაცა აი არასწორად ღმერთს დაცული ვყავართ ჩვენ, ღმერთს აკრძალული აქვს დემონისთვის ჩვენთან შეხება. ერთადერთი რამეა დატოვებული, ეს არის საცტური, რომელიც საცტურს გვიგებს და მე იმითაა, რომ ჩვენ გამოვდივართ წყობიდან და მე ვანგრევთ ჩვენს თავს და მე შეიძლება ეს ეშმაკს ვაბრალოთ და არა და ხო მაგრამ ანუ იმ მდგომარეობაში რო არ ხარ მამა ხო ხდები რომ ხა შენ არ ხარ რა ხო გიცნია კი რა თქმა უნდა აი მე არ ვიხარ მაგრამ ეს არ შეიძლება აი 1 მილიარდერს კითხეს რომ როგორ გახდითო თქვენო მილიარდერი აი ფორმულა რა არის აი რას ურჩევთო ახალგაზრდებსო და ნუ საოცრად გონივრული პასუხი გასცა მეო ორჯერო ერთი და იგივე შეცდომა არ დამიშვიაო შენ თუ ცხოვრებაში ორჯერ ერთი და იგივე შეცდომას არ დაუშვებ შენ იქნები ძალიან წარმატებული ამიტომ შეცდომებზე ისწავლ ნებისმიერი პრობლემა შეგემთხვა აუცილებლად გაანალიზე აი აუცილებლად და სხვათა შორის ის ნეიროფიზიოლოგები ამბობენ აზროვნებისთვის ანალიზისთვის ლოცვისთვის პირველ რიგში ღმერთთან ურთიერთობისთვის და გონება ძალიან კაფიოდ ხედავს ყველაფერს ეს არის დილის 3-დან 7 საათამდე პერიოდი. დილას რა, ჩვენ ღამეს ვეძახით ამას. მაგრამ სულ მიკვირდა მამალი ყივის 2 საათზე, 3 საათზე გააჩნია ზამთარ ზაფხულს და სულ ფიქრობდი რომ მამლის დანიშნულება მისი ყივილის არის რომ გააღვიძოს ადამიანი და ღამის 2 საათზე რა აყივლებს კაცო ამ დროს ხოლმე ვიძინო მე ხანდახან მაგ დროს ვიძინებდი საერთოდ და ეს თემა ძალიან მაინტერესებდა და ლიტურგიკულათაც მამლის პირველი ხმობა ეს არის როდესაც ადამიანმა პრინციპში უნდა გაიღვიძოს და გონება ყველაზე მაგრამ მუშაობს აი სწორედ 4-დან 7 საათამდე პერიოდში აი ეს უნდა გამოიყენო და ნებისმიერ რთულ საკითხში ის ტვინი გაქვს ისეთი სუპერკომპიუტერი რომელიც ნებისმიერ პრობლემას შენთვის საჭიროს აი დაგილაგებს აი ხანდახან მქონია მაგალითად განსაკუთრებით სკოლის ასაკში მათემატიკა მიყვარდა ძალიან და ხანდახან რაღაცა მაგალითად მოუწიათ და ვერ გამომიყვანია და ნუ ხო არის ეგეთი შემთხვევა რომ რაც შეგეძლო გამოიყვანე რაც არა და ხვალ რომ მივალ სკოლაში მასწავლებელი ამიხსნის და ესე იგი ვერ გამომიყვანია და ტვინი ამაზე ფიქრობდა და ნუ ვერ გამოვიყვანე და დავწექი დავიძინე და დილას ვიღვიძებ და გამოგიყვანე დასვენებულზე კი ვიცი პასუხი და ანუ საოცარი რამეა ტვინი შეკვეთა მიიღო იფიქრა იმაზე მე მძინავს იმ თურმე ის ფიქრობს ამაზე ფიქრობს და მე ესე იგი პასუხს გაძლევს და აი ესეთი რაღაც საოცარი რამეა აი ტვინს აქვს საოცარი შესაძლებლობები საოცარი წამის მე-60 ნაწილში ახდენს რეაგირებას გარემო ეს წამი რა არის და იმის მე-60 შესწავლა დაიწყეთ ესე სხვანაირად დაიწყეთ საუბარი მე კითხავთ ეს ვერსიკით აუცილებლად რაღაცა ახალია ხო ახალია აი მეკარეები ფეხბურთის მეკარეები პენალტს რო ურტყამენ 11 მეტრიდან ურტყამს ხო ურტყამს ისიც ფეხბურთელია ის ხო ურტყამს ესე იგი 0.3 წამი ჭირდება რომ ბურთი მივიდეს მეკარემდე და მეკარეს რეაგირებისთვის რჩება 0.25 0.3 წამი ანუ წამიც არ რჩება და ისეთი რეაგირება უნდა და ამას ტვინი აკეთებს და ახლა წარმოიდგინე მე მეკარეებს სპეციალური ვარჯიშები აქვთ რომ ფოტოეფექტებით რომ რეაქციები განივითარონ და ახლა წარმოიდგინეთ ეს ჩვენი ტვინი რომ გამოვიყენოთ და რომ ვავარჯიშოთ და ცოდვებში და არ დავჟანგოთ და არ გავაფუჭოთ უბრალოდ კოლოსალური მონაცემები აქვს აი სუპერკომპიუტერი ვერც მივა მასთან და არა და კომპიუტერს რამხელა ისა აქვს ტევადობა და როგორი სისწრაფე და ტვინს უბრალოდ
ძალიან დიდი სისწრაფე აქვს და ძალიან დიდი სიკეთე აქვს. უბრალოდ ჩვენ ნაგავისგან, ტალახისგან, ცოდვებისგან უნდა გავითავისუფლოთ თავი და როგორც ქართველი იტყვის, უნდა ამოვისუნთქოთ, უნდა მოვსულიერდეთ და ყველაფერი თავის ადგილას ჩავაყენოთ. ტვინიც, ღვიძლიც, კუჭიც, თირკმელიც ეს სასწაულია. ეს საოცარი ორგანოებია, ცალ-ცალკე რო შეისწავლოს, აი პავლოვი რო ამბობდა ადამიანმა, სისხლი რო შეისწავლოსო, წმინდანი გახდებაო. იმიტომ რომ ისე მოქმედებს, მაგალითად სისხლი, ეს საოცრება, ღვიძლი ისე მოქმედებს, ნუ ეს სასწაულია და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ უნდა მივცეთ ღმერთს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენ ესე იგი ღმერთის დაგეგმილზე უნდა ვიცხოვროთ. ღმერთმა რომ მე ჩემი სხეული მომცა, ეს არის უნიკალური. აი ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ადამიანი ცოდვით რო არ დაცემულიყო, ამას ამბობს მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ღვთისმეტყველი. ადამიანი ცოდვით რო არ დაცემულიყო, ფოსტა ტელეგრაფის გამოგონება არ დაჭირდებოდაო. იმიტომ რომ ადამიანის გონებას შეუძლია დაინახოს რა ხდება პოლუსის იქეთ, ის მოპირდაპირე პოლუსზე. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს. შეიძლება ჩვენ მას ინტუიცია დავარქვათ და ასეთი რაღაცა, მაგრამ რასაც ჩვენი თვალი ხედავს, ეს არის ძალიან მცირე ნაწილი და ჩვენ თვითონაც ვიცით. ეხლა ასე გონია, რომ ჩვენ აზროვნებისთვის გვჭირდება, რომ რაღაცას შევხედოთ და ინფორმაცია ასე მივიღოთ, მაგრამ twins აქვს გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობები და ეს ძალიან საინტერესო თემაა და მე ამას ვაკავშირებ კიდე იმასთან, რომ ჩვენ ძალიან გონიერი ვართ, ოქროს ხანა გქონდა, შევძელით, რომ ოქროს ხანა დაგვემყარებინა ჩვენ სამშობლოში და ეს უნდა შევძლოთ და თუ უბრალოდ ტალახს მოვიშორებთ, მე ისეთი რაღაცა ამოძრავდება ჩვენში, რომ ჩვენ თვითონაც გაგვიკვირდება, რომ თურმე ეს შეგვიძლია და ღმერთი შეგვაძლებინებს ყველაფერს და ღმერთმა უკვე შეგვაძლებინა ყველაფერი, ჩვენ უბრალოდ იმ საშუალებებს გასაქანი უნდა მივცეთ ჩვენ ცხოვრებაში, რასაც ქვია ჩვენი სული, ჩვენი გული, ჩვენი გონება. საერთოდ ჩვენი ცხოვრება და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენ გავახაროთ ერთმანეთი, გავიხაროთ ჯერ თვითონ ჩვენ და მერე სხვა გავახაროთ. თორე შენში რაც ტრიალებს, იგივეს აფრქვევი იგულივ. თუ სიყვარული გაქვს, სიყვარული, თუ შფოთი გაქვს, შფოთს აფრქვევ. თუ სიძულვილი გაქვს, სიძულვილს აფრქვევ და ასე შემდეგ. უნდა შევიცადოთ, მამა, სხვათა შორის დღეს უკვე ფქვევა არის მარტო სიძულვილის, ბოღმის და იმის და ძალიან ცუდია, რაღაცნაირად ისე იქცენ ადამიანები, რომ გარეთ მაინც იყვნენ კარგები, ჯანდაბ თქვენ რასაც ამობთ, რომ გარეთ რო კარგი ხარ ითმენ და მე შიგნით ხარ ცუდი რაღაცა ხო ან სახში ძალიან დაგიგროვდა, არც შიგნით ხარ, არც შიგნით ვარ გიხარ და არც გარეთ ვარ გიხარ, ესეც ხდება. ამ სოციალურ ქსელებმა და იმათ მამაობს ძალიან ბევრი და რაღაც სხვანაირად ცუდად დახვეწეს მამაო და საშინელება ხდება. კი, ადამიანში რაც არის ნეგატივი, იფრქვევა და იფრქვევა და იფრქვევა, ეს თვითონ ადამიანმა უნდა გააჩეროს, არ შეიძლება. ეხლა თუ ვარდი სურნელს ავრცელებს, კეთილ სურნელს, შენ ადამიანმა ვარდს არ უნდა აჯობო და შაშვის გალობას არ უნდა აჯობოს შენმა ლაპარაკმა და არ შეიძლება რომ ცუდი გამოუშვა, იმიტომ რომ ცუდს თუ გამოუშვებ, ნიშნავს რომ უკვე შიგნით მოწამლული ხარ. ამიტომ უნდა განიკურნო შენი თავი, რომ შენგან წამოვიდეს სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მყუდროება, ისეთი თვისებები, რომლითაც შენ იქნები ბედნიერი და შენ სირული ყველამყოფი ადამიანი. კურნალო, განკურნე თავი შენი. ჩვენ ახლა დღეს ეგეთი სიტუაცია, თვითონ განსაკურნები არიან და ცუდად არიან და სხვას კურნავენ. საერთოდ სხვისთვის ის იცლის, ვინც თავისთვის არ უნდა რომ მოიცალოს რა. ანუ მე მაქვს პიროვნებებზე ლაპარაკი, რომლებიც სიტყვაზე სულ სხვა შენიშვნასაც ძლევენ, სულ სხვა პრობლემაზე ლაპარაკობენ, სულ თვითონ არიან ადამიანები ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე, რომელიც აი ფსიქოლოგიაში ესეა ვამპირი, თაღლითი, манипуляტორი. აი შეიძლება დაგუგლოს ადამიანმა და სრულყოფილი ცოდნა მიიღოს, რა მოვლენაა ეს. და წარმოიდგინეთ, ისინი თავის კანში ვერ ეტევიან და ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს ნეგატივი გაავრცელონ გარეთ, შენ და გადანაშაულონ. მაგალითად, მე რო ფეხი გადამიბრუნდება, ან კედელს რო დავეჯახები, შენ ხარ ბრალში, იმიტომ რომ ცუდი თვალით შემომხედე ვიღაცამ. და ასე ან და ეშმაკია დამნაშავე, ან და მასონებია დამნაშავე და ასე შემდგომ.
ასე რომ თუ მწვანილს დათესავ მოიმკიდე თუ არ დათესავ ამაში არავინ არაა ბრალში შენი მოუწესრიგებლობაა ეს და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი დახვეწილად გავაკეთოთ იმიტომ რომ კიდე გავიმეორებ ჩვენ ვართ ოქროს ხანა გამოვლილი ერი ჩვენ სხვანაირი ერი ვართ და ეს სხვანაირობა უნდა დავინახოთ რაშია ხალხშორის მამა ირული გარემოც გიწყობს ხეს ეხა აი წარმოგენ ეხა ხშირად ხდება ხოლმე ყველა კაირო არის მამა იქ ცუდი ფიზიკურად ვერ ჩერდები რა აი ხანდახან ყოფილა ეს შემთხვევა მაგალითად რომ მიდიხარ ის ადგილ აი ეკლესიაში მაგალითად სიწმინდეა იქ და ძალიან დიდია ცუდი ადამიანი შეიძლება აი ცუდი აი ყველაფერი აურები და ყველაფერი ნუ იშვიათ გამონაკლისებზე არ ვლაპარაკობ რაღაცა თუ ეშმაკი აწვალებს ადამიანს ვერ ჩერდები მამა აი მხახში აი ბევრ მღვდელში შეიძლება ვერ გაჩერდე იმიტომ რომ აი შენ ხარ იმათი მტერი იდეოლოგიურად რა გეფიცებით ყველაფერს და როცა სიკეთე გინდა მათთვის ხო აი სურო აი რა ვიცი სად უნდა იყო ჩერდები არა ეკლესია ჩვენ ერს აქვს უდიდესი ბედნიერება რომ ამდენი ეკლესია იცით რატომ მე ვიყავი მოუნათლო მდგომარეობაში როდესაც ეს დავინ მე სხვა რელიგიებსაც ვეცნობოდი და სხვა სისტემებს ვეცნობოდი მაგრამ როდესაც მოუხდი ჩვენს ეკლესიაში მე ვიგრძენი რომ ღმერთია აქ აი მე რომ მივედი იმ დროს იყო საღამო რა და არაფერი არ იყო მარტო მესანთლე იყო სიონში მივედი და რომ მივედი დამხვდა რაღაცა დიდი სიმშვიდე და ვერ ავხსენი ეს დავჯექი იქ და რომ დავჯექი იქედა რომ გამოვედი სხვანაირი ვიყავი და მე რომ ფიქრობდი რა არის ეს და რა არის და მე ხა ჩემ თავში რა თქმა უნდა ამას უპასუხე და ღმერთმა გამიხსნა ეს იქ ღმერთი დაგხვდება რომ მიდიხარ და ეკლესიაში რომ მიდიხარ ღმერთთან უნდა მიხვიდე ღმერთთან და იქ რო სხვა შენნაირები მოვლენ ის უნდა გიხაროდეს რომ ისიც შენნაირია კი შეიძლება ნაკლი იმასაც აქვს შენც გაქვს მაგრამ იქ ღმერთი გხვდება რომელიც უკურნავს გზრდის და გწყალობს და ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს კი მამა ძალიან დიდი მადლობა და ყველაზე მაგარი რა არის იცით მამა რაღაცნაირად აი ადამიანებს საქართველოში მართლმადიდებლობა რო არ იყოს რა გვეშველებოდა და რა ეშველებოდა თვითონ ადამიანებს არ და საერთოდ დედამიწაზე არ ვიქნებოდით უკვე ხო აი წარმოგიდგენ აი სხვა ერის ნაწილი გავხდებოდით აი მართლაც აი ხო აი ამას აი ეს ღმერთის ნაწილი ვართ ჩვენ ვართ ღმერთის ნაწილი ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ და სხვა ერის ნაწილი ვერ გავხდით გამიგე და არც უნდა გავხდეთ აი მაგიტომ ვერ ხვდებით კიდე და მე ხო უამრავ ადამიანს ხვდები და ხო ხედავ ბეჭედი ღვთისმშობლის როა აქვთ მათ და სულიწმინდის ბეჭედი როა მათზე და ეს ეროვნული რო ხარ და ეროვნულობა რას ნიშნავს თქვენ ყოველნი ერთნი ხართ ამბობთ პავლე მოციქული მე ეროვნულობას კი არ ვხადაგ მაგრამ ეროვნულობა ერები იყოფა თავისი მსოფლმხედველობის მიხედვით ჩვენ ქართველებს ასეთი მსოფლმხედველობა გვაქვს და ეს გვაყალიბებს ჩვენ ერად და ჩვენ ყოველთვის ერი ვიყავით ჩვენი ისტორიის მანძილზე და აგერ მუზეუმებშია რეებს ვქმნიდით და იგივე უნდა შევქმნათ ახლა მაგრამ ჯერ სანამ რამეს შექმნი შენი თავი უნდა შექმნა შენი თავი უნდა გამოაჯამრთელო და დირი ამოიღო ხალხშორის ხო აი ამის გადარჩენაში მოვყევით ჩვენ და იმიტომ რომ აქამდე მოვდივართ აი ღმერთი იმ მართლმადიდებლობას და იმ სწორსარწმუნოების შენარჩუნების მიზნით ჩვენც აი ამ იმაში მოვყევით თორე ბევრი ხო არა მასე არა ღმერთი ყველგან მოქმედებს ჩვენ ვეძებთ აი ეს პატარა ერი რო გადავრჩით ხო მაგრამ ჩვენც ვეძებთ გამოსავალს ხო ჩვენც ვეძებთ გამოსავალს ეხლა ისეთი რაღაცებზე ვისაუბრეთ ისეთი კითხვები დასვი ისეთი კითხვები აწუხებს ერს რომ ვეძებთ გამოსავალს და აუცილებლად ხო მოვყევით ამ იმაშიც მამა აი ფაქტიურად გაგვიმართლა რომ ხო ეხა ჩვენ რომ აი თქვენ წეღანაც ახსენე და მაგის პასუხად იმიტომ რომ იქამდე ხო თქვით რომ არ გადავრჩებოდით რომ არა მართლმადიდებლობაო და მაგიტომ ამ მართლმადიდებლობას სხვა ერის ნაწილი გავხდებოდით ხო სხვა კულტურის ნაწილი გავხდებოდით აი მაგას ვამბობ მამაო რა ზუსტად და თუ კულტურა დაკარგე მე აღარ ახარ ერი ხო მაგას ვამბობ აი მამული ენა და სარწმუნოება აი ეს ერები მოვიდა ენა კულტურა კი და მამა ხო და ეს მომენტი არის უბრალოდ ჩვენ სარგებლობთ ამ ყველაფრით რა რომ ისა რა ქვია რაღაცნაირად იცავს რა ღვთისმშობელი რა თქმა უნდა და იმიტომ რომ ფიზიკურად აი სვეტი ცხოველი რამდენჯერ შეეცადეთ და კიდე დგას ვერ დაანგრიეს ვერ მოერევა სხვადასხვა არქიტექტურულად არის შედევრი სვეტი ცხოველი ჭალაში დგას წყალზე დგას წყალდიდობების დროს მის საძირკველში შედის თურმე წყალი და გამოდის არქიტექტორებმა ამიხსნეს და ისია დალაგებული ქვები
რომ წყალი შედის და გამოდის, დანგრევაზე ვერ მუშაობს და ჭალაშია აშენებული ამხელა ტაძარი და წარმოიდგინეთ, ერთი ბზარი არ აქვს. აი ესე როგორც ჯვარს. ნუ აი ეს არ ვიცი. ეს შედევრებია, მაგრამ როგორი მთავარი მადლია იქ, როგორი მადლია დამკვიდრებული. მადლობა ღმერთს. და ერთი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია არ არის შიგნით და სვეტი ცხოველი სასწაულია სულიერად, სასწაულია არქიტექტურულად, მაგრამ არის ცენტრი, სოფლიო ცენტრი, იმიტომ რომ მაცხოვრის კვართია იქ. დიდი მადლობა. და ჩვენი ცენტრი. უღრმესი მადლობა, რომ ცოდნოთ, აუც მართლა გეუბნებით ამას, აი ყოველგვარი იმის გარეშე წინა საათსაც მართლა დავწმოთ, იმდენად საინტერესოდ საუბრობთ, მამა და იმდენად ბევრი კიდე დაგვრჩა. სათქმელი და აუცილებლად იქით აკვირას კიდე დაგიკავშირდები, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, მამო. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. დიდი მადლობა, აი მართლა აქედან მინდა რომ მოგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც განიცდის ჩვენი ეკლესიის ტკივილს, რაც ეკლესიას უაწუხებს ხოლმე. მე უფე სერაფიმე აუცილებლად მოიხსენიეთ, ხო, ვერ არის კარგად და მინდა რომ ძალიან კარგად იყოს, იმიტომ რომ კაი ადამიანია და სხვადასხვა ბარის ქართველებს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იტალიაში ძალიან დიდი პატივი მცეს ვიყავი წმინდა ნიკოლოზის საფლავზე და იქ იყო გელა ადამიანი, ქართველი ადამიანი, რომელიც იქ მოხვდა. და წარმოიდგინე ისე რომ არაფერი არ ხდება, იმდენ სიკეთეს უკეთებს ქართველებს და მე პირადად იმდენი რაღაცა გამიკეთა, რომ აქედან ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს ყველას, საერთოდ წარმოიდგინეთ იქ წმინდა ნიკოლოზის საფლავზე ამსახურა და ისეთი რაღაცები გამიკეთა, ისი ღირსიც კი არ საერთოდ ვიოცნებებდი და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აი რაღაცნაირად გვერდში მედექით ყველა აბსოლუტურად უღრმეს მადლობას მოგახსენებ და გამძლეობას, რაც მთავარია, ბედნიერება და სიხარულს და გეხვეწებთ მე უფე სერაფიმე მოიხსენეთ, იმიტომ რომ ურთულესად ძალიან რთულად არის, აი ხა მაგას ვკითხულობდი და ისეთ ცუდად ხდებოდი ხოლმე და მამო დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისათვის და ბედნიერებას გისურვებთ, ხვალ საღამოს რისნახევრისათვის დაგიბრუნდებით და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ და უბრალოდ ერთმანეთი ვეღარ ვნახოთ და ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, აი მართლა რთული პერიოდია და გეხვეწებით, აი ყოველი აი სახში გაბრაზდებით თუ რაღაც ერთ წამი დამემატეთ ბოდიშკი ხდით. ვისაც არ უნდა გაუბრაზდეთ, იცოდეთ რომ შეიძლება რაღაცა დრო მოვიდეს და ის ვისაც უბრაზდები, ისიც სანატრებელი გაგიხდეს რომ დაინახო და აღარ იქნება და ამით დავისჯებით ჩვენ. ასე რომ გავითვალისწინოთ ეს ყოველთვის წინ დავიყენოთ ხოლმე, როცა ვიღაცას დაუწყებთ გაბრაზებას. კარგად ზანდებოდეთ დროებით და ბედნიერებას გისურვებთ. ხვალ რისნახევრისათვის დაგიბრუნდებით. მე გახდით გიორგი დარასელია. კარგად ზანდებოდეთ დროებით. Thank you.